ქართული ოცნების ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგ ისევ იმეორებს რუსულ დეზინფორმაციას, რომ ომის საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო. ქართული ოცნება აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს, ამიტომ პარტიის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს მივიდნენ. მათ ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე მისულმა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომზე საუბრისას ყურადღება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა. თუმცა რუსეთის როლზე ნაკლებად ისაუბრა. კობახიძის თქმით, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა და ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. როგორც ოცნების პრემიერი ირწმუნება, სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი ეგრეთ წოდებული Deep State-ის დაკვეთით დაიწყო. 8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი. ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. და ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ იმას, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარეძალების კარნახით. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. თავდაცვითი როგორ არისო? რუსეთი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. თავდაცვითი ომი ეს როგორ არისო? საქართველოს მაშინ იყო ხელმოწერილი, ერთსამით. მაშინ იყო ეს არის თქვენი სათქმელი 17 წლის თავზე ამ ადამიანებს. ღალატი ჩაიდინა, უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. თქვენმა პარტიამ ჩაიდინა. თქვენმა პარტიამ. თქვენი პარტიის, თქვენი ნახეთ, ზოგადად მე ერთ რამეს გეტყვით, არა, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს. ირაკლი კობახიძის ნარატივი გაიმეორა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის სხვების ინტერესებს ემსახურებოდა. ქართული ოცნების წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მანაც ომის დაწყებაში მაშინდელი მთავარსარდალი დაადანაშაულა. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა. დაველოდოთ გამოძიებას, ჩემი პირადი აზრი, არა როგორც პრეზიდენტის, არამედ როგორც ერთი მოქალაქის და მანამდე ვიყავი მე ასე ვთქვათ პარლამენტის წევრი, ხშირად გამოვთქვავდი იმ ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც მაშინ იყო ხელისუფლებაში და რა ჩაიდინა, როგორ ჩაიდინა, მაგრამ რადგან ვარ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ პატივისმცემელი ჩვენი ინსტიტუტების დაველოდოთ ბოლომდე გამოძიებას და ყველას როლი ვინ რა გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა. არ უზრუნველყეს ჩვენი საზოგადოება, რომ ეცნობებინათ საზოგადოების, რომ შვიდში შემოსული იყო რუსების ჯარი. რატო არ უზრუნველყეს ეს ყველაფერი? საიდან მოიტანეთ რომ არ უზრუნველყეს? არქივი არსებობს, შეგიძლიათ თქვენთვის შეიძლება ჩართეთ და ნახეთ და თუ არ აგაქვთ ამის საშუალება, საქართველოს საზოგადოება ამის შესახებ იცის. რუსეთი იმ შუაში არის, რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი რომ იყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი ომის შემდეგ რეზოლუციას გეკითხებით, ლარსე რომ იდგა მაშინდელი პრეზიდენტი და ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ რუსეთი არ იყო დამნაშავე? როგორც ოპოზიციას ამბობენ, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მართავს. მათი თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ყველა ვინც საპირისპიროს ამბობს რუსეთის ფედერაციას სამხილს აძლევს. ამ წლების განმავლობაში მრავალგზის დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. რის შედეგადაც დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე, რომლებიც პუტინის მსგავსი მესიჯებით და გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, ისინი არიან მოღალატეობრივ საქმიანობაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ იმ თავდასხმის, იმ ომის, რომელიც აწარმოა რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ, ამის საპასუხოდ ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება თავის პარტნიორებთან ერთად დაიცვას საკუთარი თავი. საქართველოს ღალატი, რომელიც არის ასე ვთქვათ, ცნება, რომელიც გულისხმობს მტრის ინტერესების შესრულებას, ყველაზე მეტად მიესადაგება ივანიშვილის ბანდა, სწორედაც რომ ივანიშვილის ბანდის ნარატივები არის რუსებისთვის სალაპარაკოს მიმცემი ხოლმე საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ბოლო მომენტში ვიხილეთ, მაგალითად, როცა ღალატის კომისიის შესაბამისი განცხადებები გამოიყენეს რუსებმა იგივე გაეროს ფორმატში და როდესაც ქართულ მხარეს ადანაშაულებს შენ საომარი მოქმედებების დაწყებაში და როდესაც ერთ-ერთში იმეორებ რუსების ნარატივს, რომ თითქოს და ვიღაცამ უბრძანა საქართველოს თავდაცვა და სინამდვილეში ეს თავდაცვა კი არ იყო არამედ
მოქმედებების დაწყება იყო საკუთარი ინიციატივით, ეს რა თქმა უნდა არის ღალატის დეფინიცია, რასაც აკეთებს ივანიშვილი და მის ბანდა.